პლატფორმა X-სა და YouTube-ზე გავრცელებულ ორ ვიდეოში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ჩინეთის ოფიციალურ პირებს ამერიკის სასარგებლო სამთავრობო საიდუმლოების გაზიარებისა და ჯაშუშობისკენ მოუწოდებს. ჩინეთის საგარეო სამინისტრომ ამერიკის წამყვანი სადაზვერვო სააგენტოს რეკრუტირების კამპანია აშკარა პოლიტიკურ პროვოკაცია დაახასიათა. პეკინში სამინისტროს პრესპიკერმა ლი ჯიანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინელ მაღალჩინოსნებს ღიად მოუწოდებს დესერტირობისკენ და რომ ეს ჩინეთის ეროვნული ინტერესების სერიოზული დარღვევაა. ამერიკის შეერთებული შტატები არა მხოლოდ ბოროტად სწამებს ცილს და თავს ესხმის ჩინეთს, არამედ ღიად აკეზებს და მოუწოდებს ჩინეთის ოფიციალურ პირებს დეზერტირობისკენ. ამერიკა პირდაპირ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს მიმართავს. ეს ჩინეთის ეროვნული ინტერესების სერიოზული დარღვევა და აშკარა პოლიტიკური პროვოკაციაა. ჩინეთი მკაცრად გმობს ამ ნაბიჯს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ებრძოლოს ანტიჩინური ძალების საბოტაჟის მცდელობებს და მტკიცედ დაიცვას ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები. ვიდეოები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რედკლიფმა დადო პირობა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება იქნებოდა. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში სააგენტომ ტექსტური ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩინურ ენაზე სააგენტოსთან ონლაინ რეჟიმში უსაფრთხოდ დაკავშირების ინსტრუქციები იყო გაცემული. ეს ჩინეთში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში ახალი ინფორმატორების მოძიების ფართო კამპანიის ნაწილი იყო. თუმცა უახლესი ვიდეოები ბევრად დახვეწილია და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნების მოზიდვას ისახავს მიზნად. პირველივე დღესვე ისინი 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. როიტერის ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დარწმუნებულია, რომ ვიდეოები ჩინეთის ინტერნეტ ცენზურის მიუხედავად სასურველ აუდიტორიამდე აღწევს. გასულ წელს კი, როდესაც ამერიკული დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბილ ბერნსმა გაამხილა, რომ სააგენტო ჩინეთზე სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად დამატებით რესურსს გამოყოფს, პეკინმა მას მადლობა გადაუხადა იმის შეხსენებისთვის, რომ ამერიკელი ჯაშუშები ყველგან არიან. ჩინეთსა და ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობების განხილვისას ლი ჯიანმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებაც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პეკინის მზადყოფნა იბრძოლოს ბოლომდე და ვაშინგტონს მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თუ ამერიკას სატარიფო ომში ბრძოლა სურს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუ მათ საუბარი სურთ, მაშინ კარი ღიაა. სატარიფო ომს გამარჯვებულები არ ყავს. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაჭრა, მან უნდა შეწყვიტოს მუქარა და დაიწყოს დიალოგი თანასწორობის, პატივისცემის და ორმხრივი სარგებლის პრინციპების გათვალისწინებით. ეს შეფასება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ტარიფების შემცირებას არ გეგმავს. ამიტომ დეზერტირობისკენ მოწოდებების და სავაჭრო ომში ჩაბმის საპასუხოდ ჩინეთი ჯაშუშობის საწინააღმდეგო კანონებს ამკაცრებს და მოქალაქეებს აფრთხილებს. ყურადღებით აკონტროლონ გარშემომყოფთა საეჭვო საქმიანობა. როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რედკლიფი ამბობს, ჩინეთის მიზანი მსოფლიოში ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური დომინაციის დამყარებაა. შესაბამისად, ამერიკული დაზვერვა გააგრძელებს ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებთან რეაგირებას. მისივე თქმით, ჯაშუშობის წამახალისებელი ვიდეოებიც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.